მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. გუშინ ჩავწერე გაშლა, მაგრამ არ ჩაიწერა, რაღაც კი ჩაიწერა, მაგრამ ხარვეზები იყო. იმედი მაქვს, რომ აქ ხა ხარვეზები არ გვექნება და მე ჩაგიწერთ იგივე გაშლას. რატო არიჩენს თავს და რატომ არ მოქმედებს? გული დაგწყდათ ვიცი და ამიტომ გადავწყვიტე ხა მე უბრალოდ სახლში არა ვარ. იქ კვირის პროგნოზიც ჩავწერე. კიდე თავიდან შეგიძლიათ მე ნახოთ თუ ვისთვისაც საინტერესო და მნიშვნელოვანი არის და ეხლაც მაქსიმალურად ვეცდები რომ ჩაიწეროს რა. ნახოთ ეხლა ჩვენ ანუ რატომ არიჩენს თავს ხო ეს და რატომ არ მოქმედებს. პირველ რიგში ნახოთ ეხლა რა ხდება თქვენს შორის. რა ხდება თქვენს შორის ეხლა ამ წუთში რომ იცოდეთ რომ თქვენი გაშლა რა ხდება. აქ როგორი მომენტს მაჩვენებენ უფრო კი ძალიან სერიოზული სიტუაცია გაქვთ თქვენ აქ. ნამდვილად ბევრისთვის იქნება რა. შეიძლება даже აი გაკვეთილში რო ხართ და თქვენი წვირი რო გაკვეთილში ეს არის უეჭველი, იმიტომ რომ აქ მოხდა ზოგისთვის შეიძლება დასრულება ურთიერთობის და მოხდა როგორიც აი როცა ადამიანების იცით რატო და აქ даже რას ვეტყოდე იცით აქ უფრო ღრმად მაჩვენებენ იმიტომ რომ აქ მაღალმა ძალებმა რატო შეგიყვანეთ თქვენ გაკვეთილში იმისათვის რომ თქვენ გაგიგოთ ერთმანეთის ანუ დიდი ხანი იყო რაღაცა სიტუაციები თქვენ შორის აი გაუგებარი აი შენ გესმის ჩემი მე არ მესმის აი რაღაც ძალიან რთული სიტუაციები იყო აი როცა ადამიანმა ერთმანეთში ვერ მოილაპარაკეს რა ნორმალურად და ამიტომ მოვიდა დრო რომ მაღალმა ძალებმა გითხრა დიდი ხანია კი ბატონო დიდი ხანი იყო რომ თქვენ ნამდვილად ანუ აქ ერთმანეთს არ გესმოდეთ კიდე სიტუაცია ისეთი რომ თუ დაუშვათ შეიძლება ოჯახიც იყო ოჯახიც შეიძლება დაენგრა ну ყოველ შემთხვევაში აქ არის როგორ იცით ურთიერთობა შეიძლება კიდევაც დასრულდა ძალიან უცბად უეცრად ეს ხდება როგორ იცით როცა ადამიანებს ну ჩვენ ახლა ვინც ჩემარხზე ხართ კი იცით თქვენ რომ ეს უმაგას გეუბნები და გეჩიჩინებით რა რომ ნამდვილად ურთიერთობები არ არის მხოლოდ იმისათვის რომ დაუშვათ ჩვენ ახლა რეალერსოთ ერთმანეთი აქ არის სწავლა ну არის რა ვისაც არ გჯერათ მაშინ არც უყურებთ ჩემს გაშლებს და ამიტომ გეუბნებით რომ იყო რაღაცა სიტუაცია რომ ადამიანები ну ვერ სწავლობდნენ იმას რაც უნდა ესწავლათ ხო და ამიტომ დააშორეს მოხდა უცბად რაღაცა რა და ეხლა თქვენი შეიძლება პაუზა გრძელდება დიდი ხანია უკვე აქ არ არის სხვა შეიძლება ზოგს ერთი თვეც და მეტიც უკვე შეიძლება ზოგს ნახევარი წელიც დაუშვათ даже კიდე აქ პაუზა რომ არანაირი არაფერი არ არის თქვენთან აი სულ მაღალი არკანები არის რა სულ აქ მანძილი აქ არის შეიძლება თქვენ გაცნობილი ყავთ ეს ადამიანი ინტერნეტში შეიძლება დაუშვათ ეხლა თქვენი გქონდეთ კონტაქტი ადამიანთან მაგრამ ეს გაშლა არის უშუალოდ იმათთვის ვისაც ეხლა არ აქვს არანაირი კავშირი ანუ აქ მიმოწერები არ არის არა აქ მოხდა უცბად რაღაცა დაშორება და რა მაინტერესებდა კიდე იცით რომ მოდით მაშინ ну რადგან ჩვენ ვეკითხებით მასზე რატო არ მოქმედებს რატო არ ვლინდება ნახოთ რა თვითონ რა დღეში არის უცბად გადავხედოთ ახლა რა ხდება მის სივრცეში და ალბათ აქედან ავიღებ მე უკვე პასუხსაც ხო რატომ არ ვლინდება ეს თქვენი შეფიქრებული პარტნიორი იმიტომ რომ აქ არის ძალიან დიდი აქ და შეიძლება ხო გიბნეთ შეიძლება თქვენ იყავით კონტაქტზე და უცბად თქვათ რაღაცა შეწყდა რა აი ეგეთი თემა არის რა მაგრამ აქ დიდი ხანი არის სიჩუმე ნახოთ აბა თქვენი პარტნიორი ну მაჩვენებენ რომ ეხლა არის როგორ იცით აი თქვის გოს დაიმალა ზის იქ თავისთვის თავის რაღაცა გეგმებში და აქ არის სიტუაცია როცა ნამდვილად ეხლა ბევრი რაღაცას ფიქრობს ეს ადამიანი შემიძლია გითხრათ თავის მომავალზე როგორ იქიდან სხვადასხვა ამას რაღაც ერთგვარი ვეტყოდი შიშიც აქ იმისი რა მელოდება როგორ ვიქნები შეიძლება ადამიანს აქ ფინანსური მდგომარეობა აქვს ცოტა ისე რა აი შეიძლება მაგისტვის ახლა უფრო მნიშვნელოვანი არის ახლა даже ფინანსები რა ახლა ფინანსები მაგრამ ნუ გამოходეთ არა ერთად გამოდიხარ თქვენ რომ იცოდეთ აქ
ნახეთ ახლა ერთად გამოვიდა აქ ახლა თასების დედოფალი, თასების აქ რაინდი, მაგრამ მაინც ახლა შეიძლება სხვაობა გქონდათ რაღაცა ასაკში რა. სხვათა შორის ეს რას ფიქრობს კიდე, იცით, ნახეთ, ბევრს ფიქრობ მე მომავალზე რას კიდე, რომ მე მოვიქეცი, არა უსამართლოდ მოვიქეცი იმ ქალს, რომელიც მე მიყვარს. გამიგეთ? აქ ჩვენ ხო მაგის სივრცეს ვუყურებ, მე მაინც ახლა ნუ აქ მინდა რომ ვნახო, იცით? მაინც მეფე მინდა ვნახოთ, იმიტომ რომ აქ რაინდი გამოვიდა. ნუ აი ზუსტად ახლა მაგას მიყვება ახლა რომ აქ ადამიანი ახლა არის როგორ თემაში გაკვეთილი ხო გითხარი, გაკვეთილში ზის უეჭველე. თან ეს ადამიანი რა არის, იცით, ფიქრობს იმაზეც, რომ აი რა ვუთხრა მე მაგას, ხო? აი რა ვუთხრა, ხო? მე თვითონ არ ვიცი, ვაფშე საერთოდ მე მას ვჭირდები. მე უკვე თქვა, იმიტომ რომ აქ ეთყობა, ნუ შეიძლება გაწყენინათ ადამიანმა უსწრაფოდ, იმიტომ რომ აბარანაირად, ხო? მოხდა ეს დარღვევა თქვა ახლა. რაღაცა შეიძლება სიტყვა ისეთი გითხრა თქვენ, ან შეიძლება ნუ აი შეიძლება თქვენ რამე უთხარით და მაგას ეწყინა, მაგრამ აი ახლა აქ იმას ვფიქრდება, რომ რაღაცა ვერ უსამართლოდ მოვიქეცი რა, უსამართლოდ და ამ დროს სულ არის ახლა თქვენზე ფიქრებში რა, სულ ფიქრობს და უკვე დაიღალა, გაიგეთ ამ ფიქრებით, რომ აი მინდა ეს ქალია მოვიშოროთ ჩემი ტვინიდან და ვერ ვიშორებ რა, აი პროსტა თქვენ ზიხართ როგორც აი რა ვიცი, მეზანოზა რა რუსულად რო არის ნათქვამი რა, როგორ არის ქართულად. ანუ ზიხარ სულ მის ტვინში, აი სულ. მაგრამ აქაც ერთად გამოდიხართ, გაიგეთ რა ხდება? ერთად გამოდიხართ. მაგრამ იცით რა არის, რას ფიქრობს? მე რა უნდა მივცე მაგას, მე რა უნდა უთხრა, მე არაფერი, აი აქ არის ძალიან დიდი აი უდიდესი განცდა აქ ადამიანს. უდიდესი განცდა აქ ადამიანს და იმიტომ ვერაფერს ვერ აკეთებს. გაჩერებულია. იმიტომ რომ არ იცის რა გააკეთოს. არ იცის რა მოგცეს. არ იცის რომ მარტო სიყვარულის გაცემა არ არის ის, რაც მას სჭირდება, უფრო მეტი სჭირდება, მაგრამ ის უფრო მეტი ეთყობა არა აქ ამ ადამიანს. ნუ მოდით ახლა მაინც ახლა ვნახოთ ჩვენ ახლა ამ სიტუაციაში ძალიან მძიმე სიტუაცია გოგოებო, თქვენ პარტნიორს რატო არ ჩნდება ესე. მოდით მაშინ ვკითხოთ მაგას, იცით როგორ, აი ნუ მისი გრძნობები ახლა ამ წუთში მისი გრძნობები თქვენს მიმართ ბლოკავს. ანუ აქ არის უდიდესი განცდა, აქ არის ადამიანის სიტუაციაში გრძნობა, დავკარგე და არ ვიცი რა გავაკეთო. არ ვიცი. მინდა გამოვიდე ამ სევდიდან, მინდა დავივიწყო, მინდა საერთოდ რომ აი აღარ ვიფიქრო. მაგრამ აი გრძნობა და ეგრევე მოდის ხუთიანი თასების. ეს არის უდიდესი ტკივილი, ეს არის უდიდესი დანაკარგე. დავკარგე. ნიშნულოვანი აი ქალი, რომელიც იყო ჩემთვის და აი ნახეთ ისევა უსამართლოდ მოვიქეცი. უსამართლოდ. კი. სხვათა შორის, ნუ კი. სხვათა შორის ბრაზდება შეიძლება, შენ თქვენზე ინფორმაცია არაფერი ისეთი არ აქვს მაგას თქვათ, ხო? აი აქაც იყო ყურუმი, აქაც იყო. პლუს კიდე ნახეთ რა ხდება მაგას გონია, ნახეთ ყურუმი და კვერთხების დედოფალი, ეს არის ერთი და იგივე ენერგია. შეიძლება ეს ადამიანი ფიქრობს მომაჯადო, რავი ხო არ გამიკეთა მე ამ ქალმა, რატომ არ შემიძლია დავივიწყო თქვენზე ბრაზდება სხვათა შორის ეს ადამიანი. შეიძლება აქ ახლა ზოგი დაუშვათ კიდევაც ვინმესთან მიდის და ეკითხება, თქვა, ან გაშლებს უყურებს, ან ეკითხება სპეციალისტ, ნუ თქვა ახლა ანტაროლოგს დაუშვათ, რომ აი რა მოხდა, ვერ გავიგე, აი რამე ხო არ არის, მიშველეთ რამე რა, რაღაცა მიშველეთ რა. კი, აი გეუბნებით რა, გეფიცი ამას გონია რომ თქვენ რამეს უკეთებთ ამაზე. ნუ თქვენ თუ მართლა რამეს აკეთებთ, გოგოებო, გათიშეთ ჩემი არხი და გადეთ აქედან. მაგრამ ახლა, იმიტომ რომ ეს ესეთი პოზიცია რომ შეიძლება ნახეთ ნამდვილად ადამიანი იმდენ ესეთ მდგომარეობაში არის, რომ შეიძლება მართლა ეგრე იფიქროს, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ახლა კარმული თემები, ჩვეულებრივი, როცა ჩვენ შევდივართ გაკვეთილში, როცა ჩვენ უნდა გაკვეთილი გამოვიაროთ,
ჩვენ გვაგდებენ ესეთ სიტუაციაში, როცა ჩვენ გონია, რომ აი გვაჯაჭვებენ ერთმანეთთან და ჩვენ ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ ამი ხო არ გამიკეთა იმ ვიღაცამ, რატო დღე-დღე მაგაზე ვფიქრობ. ამ დროს ეს არ არის, მიგითხარი, თქვენ ხართ გაკვეთილში შესული, გაკვეთილში სხვანაირად ვერა, ექიმთან ვერანაირად ვერ მივდივარ, სანამ უკვე ტკივილი არ აგვიყვანს ჩვენ კედელზე. აი ესეთი სიტუაცია აქ არის, წარმოიდგინეთ და მაგრამ ეს ადამიანი ეთყობა ძნელად შედეს ამ გაკვეთილებში და ამიტომ ცდილობს რომ გამიშვით არ მინდა, მაგრამ არ უშვებენ. გაიგეთ, აი ვფიქრობს რომ რამე ხომ არ გამიკეთა მაგ ვიღაცამ რა. ნუ ვინც ახარ თქვენ. კარგი, მაშინ მოდით ვნახოთ ახლა ამ სიტუაციიდან ახლა ნუ ეს შენ მემაჩვენე გრძნობა გასაგები, მაგრამ შენ ახლა საერთოდ რას აპირებ თქვა? აი ეს არის ადამიანი, რომელიც ბედს არის მინდობილი. ბედი, აი როგორც რაც იქნება რა. მარტო არის დაყრდნილი აი ბედზე რა. თუ გამომიყვანს რაღაცა ძალა ამ სიტუაციიდან. იმიტომ რომ უზომოდ ენატრებით სხვათა შორის შეიძლება ეს ადამიანი რას ფიქრობს კიდე იცით? ნუ თქვენ რო ენატრებით და თქვენ რო მაგისტრის მნიშვნელოვანი ქალი ხარ და თქვენ რო რაღაცა და რაღაცა ეგეთები, ეს აქ შემიძლია ელაპარაკო საათობით, მაგრამ აქ არის სიტუაცია ისეთი, რომ რას იმოქმედებს, ეცდება. კი. უბრალოდ ჯერჯერობით უნდა იჯდეს იქ, სადაც ზის და უნდა ისწავლოს. არ უნდა პასუხისმგებლობის აღება, ბედნიერება კი უნდა თქვენთან და აქ სხვათა შორის შემიძლია გითხრათ, ეს ადამიანი მართლა ძალიან კარგად გამოვა ამ ტრანსფორმაციიდან, ამ გაკვეთილის გაივლის, აუცილებლად. იმიტომ რომ ამან აქ უნდა ისწავლოს ის, რომ მარტო მსუბუქი ურთიერთობა და მარტო მოვედი, წავედი და ეგეთი რაღაცა არა. პასუხისმგებლობაც უნდა აიღო, გაიგეთ რა ხდება? და აქ სხვათა შორის ბევრისთვის ექნება იქ თემა, რომ ეს ადამიანი ამ გაკვეთილს ჩააბარებს ხუთიანზე და დაგიბრუნდებათ უკვე სხვანაირი განახლებული და აი სხვანაირი თქვიდათ, ესე რა ქვია, მე-13 კი. და სიყვარულით მოვა, იმიტომ რომ აქ რა არის იცით? მიხვდება ეს ადამიანი, რომ მარტო ჩემ თავზე კი არ უნდა ვიფიქრო, თუ ურთიერთობაში ვარ, ხო? ესე იგი მე მარტო ჩემს აი კარგად ყოფნაზე და მარტო იმაზე რომ თქვათ, ახლა მე დავუშვათ, ოღონდ მე ვიყო კარგად, ეგრე არ არის რა. და თუ შენ გიყვარს ადამიანი, იმასაც უნდა ანახო ეს შენი სიყვარული. გამოდის ეს ადამიანი ამ სიტუაციიდან და გამოჩნდება გოგოება, გამოჩნდება აუზო, დაძლევს ეგა ყველაფერს, გაკვეთილს გაივლის ყველა ვარიანტი, ნუ ეს შემიძლია გითხრათ რა, აგერად თქვენით ასების მეფე. ანუ ვის ახლა, ნუ პროსტო უბრალოდ ახლა ბრძოლაში არ უნდა გაკვეთილი, რა არ უნდა რომ ისწავლოს გაკვეთილი, გაიგეთ? ნუ აი არ მინდა რა, ანუ გოგოები რო სწავლობენ, კაია? არა, მაგრამ აი უბრალოდ როგორ არის ახლა იმდენად შეიძლება ზოგჯერ даже იცახოს, მაგრამ ამ თქვენს გარეშე ენერგია არა აქვს, არაფერი არ აინტერესებს, გაიგეთ? არაფერი არ აინტერესებს ამ ადამიანს. აი არაფერი. არ აქვს რესურსი არ აქვს ამ ადამიანს რა. მაგრამ ნუ გაუჩნდება ეს რესურსი. კი. აქ სიყვარული იმარჯვებს. всё, ამით დავასრულებ, მართლა კარგი გაშლა იყო. ამიტომ ნუ დაელოდეთ ის არ ნიშნავს რომ ეხა იჯდეთ ფანჯარასთან და ელოდეთ. არა, თქვენი საქმეები დასრულდეთ, იმიტომ რომ მხოლოდ ასეთ გემრიელ ენერგიაზე, როცა ქალი არის რესურსში, მოდიან მამაკაცები. აბა ვის უნდა ეხლა ქალი, რომელიც ზის და მარტო გლოვობს, ხო მართალია რა, როგორც თქვენს ხო არ გინდათ ეგეთი მამაკაცი რო ყავდეთ, რომელიც ზის და გლოვობს და არაფერს არ აკეთებთ. აი იგივე. ამიტომ შედეთ თქვენ ქალურ ენერგიებში და ნამდვილად სიტუაცია შეიცვლება, აუცილებლად შეიცვლება. არ უნდა ამ ადამიანს, მაგრამ აიძულებენ, იმიტომ რომ ბედნიერება და ამისგან ზრდიან აქ იმპერატორს. გეუბნებით, იმპერატორს ზრდიან და კი ძნელად იღებს გაკვეთილს, მაგრამ აიძულებენ.